დღემშვიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, პატა მოგესალმები შენც ასევე. გამარჯობა, როგორც ყოველთვის დღესგან კარგულებაში ვიქნებით რაღაც პერიოდის განმავლობაში. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, შესაბამისად შეგიძლიათ მოკალათ და ჩვენთან ერთად სხვადასხვა თემაზე ისაუბროთ. მრავლობითში, იმიტომ ვამბობ, რომ კიდევ ერთხელ შემიძლია აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ შემობრძანდით თუ შეიძლება ჩვენს სოციალურ ქსელში, Facebook-სა თუ Instagram-ზე და არა მარტო მოწონებას დააჭირეთ, არამედ ჩაერთეთ დისკუსიაში, იმიტომ რომ თქვენი აზრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვის. მით უმეტეს თუ დაუშვათ იმ თემაში ექსპერტი ხართ ან ძალიან კარგად ერკვევით, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ჩართულობა. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გაგვიწვიმდა, მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ ევროპის მოედანი, ასევე მიმდებარე ტერიტორია უკვე გიქმით განწყობა საახალწლოს და ნუ შეუშინდებით ამინც დაათვალიერეთ საახალწლო სოფელი და აიმაღლეთ ერთიორად კიდევ განწყობა, ახლა კი ვნახოთ ანონსი და გავიგოთ თუ რა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. წიგნის პრეზენტაცია აჭარული დიალექტის ლექსიკონი. სტუმრად ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი როინ მალაყმაძე და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიის და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი ელზა ფუტკარაძე. საახალწლო ღონისძიებები ერას მოედანზე რა ელოდება მაყურებელს? თემაზე ვრცლად ისაუბრებს მერიის კულტურის ცენტრის დირექტორი ირაკლი შაფათავა. ევროპის მოედნიდან პირდაპირ ჩართვით ქეთა ჩუთლაშვილი შემოგვიერთდება. საახალწლო რეკომენდაციები, კვება და განწყობა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ენდოკრინოლოგი ანა კოტორაშვილი. და ბოლოს, ფერწერა და თანამედროვე მიმართულებები. სტუმრად მხატვარი დიზაინერი გვანცა ჯინჭარაშვილი. დავბრუნდით ესე იგი პირდაპირ ეთერში და პირველი თემა ძალიან კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის 25 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი გიწევთ წიგნის პრეზენტაციაზე სახელწოდებით აჭარული დიალექტის ლექსიკონი და ჩვენთან სტუმრად არიან გადაცემაში როინ მალაყმაძე ბესეუს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი და პროფესორი მოგბრძანდით და ელზა ფუტკარაძე ბესეუს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიის და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი და მკვლევარი. დღემშვიდობისა მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით. როგორ ხართ? ამინდის ყველაფერზე კარგად, მზიანი გულით და კეთილი სურვილებით მოგესალმებით. არაჩვეულებრივი განწყობა გქონიათ. მოკლედ, მოგვიყევით ამ წიგნის შესახებ, რას გადმოსცემს, რას აძლევს ეს მკითხველს და რაზე არის დაფუძნებული და ძირითადი მიზანი რა არის ამ წიგნის? საკმაოდ სქელტანიანი წიგნია, როგორც ნახეთ და საჩვენებლად თვალსაჩინოებისთვის გამოვიყოლეთ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა თქვენთვის, ეს არის აჭარული დიალექტის ლექსიკონი. რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, იქიდან გამომდინარე, რომ იგი 16000 ხშირად ვიმეორებ ამ ციფრს, 16146 სალექსიკონო ერთეულს შეიცავს. 16146 სალექსიკონო ერთეულია. ამ რაოდენობის ლექსიკული ერთეულის გამოცემა ეს არის პირველი შემთხვევა ქართულ სამეცნიერო სივრცეში და მით უმეტეს, როცა ჯგუფი სამეცნიერო ჯგუფი მთელი წლების განმავლობაში მუშაობდა 5 წლიანი სამეცნიერო პროექტი გახდათ ეს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით საჯაროდ მადლობა გადაუხადო სამეცნიერო ჯგუფს და ქალბატონ ელზა ფუტკარაძეს, რომელიც გახდათ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. ეს იყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიის და ემიგრანტული ლიტერატურის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, თუმცა აჭარული დიალექტის ლექსიკონზე მუშაობა ის დაწყება 5 წლის წინ არ დაწყებულა, მაშინ, როდესაც 1958 წელს დაფუძნდა აჭარაში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ამ დაფუძნების მთავარი მოტივაციაც და მისიაც ის იყო, რომ შეესწავლა აჭარის და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს
ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და ანალოგიური კვლევის მიმართულებები. სწორედაც იმ პერიოდიდან დაიწყო და ჩვენი მეცნიერ თანამშრომლები წლების განმავლობაში სწავლობდნენ ქართულ სალექსიკონო ერთეულებს და განსაკუთრებით აჭარული დიალექტის აი ამ ლექსიკონ ერთეულებს. დღემდე არსებობდა გამოცემული მონოგრაფია, კვლევა შალვა ნიჟარაძის, ეს არის ქართული ენის აჭარული დიალექტის ლექსიკონი, რომელიც მოიცავდა 8000 ერთეულს, ასევე არსებობდა წლების განმავლობაში აი ამ სამეცნიერო კვლევაძიების დროს, ექსპედიციების დროს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფონდებში დაუნჯებული და შემონახული საარქივო მასალა, სწორედაც აი ამ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ასევე სხვადასხვა სამეცნიერო თუ სამუზეუმო დაწესებულებაში გაბნეული საექსპედიციო მასალებზე დაყრდნობით, სწორედაც მომზადდა აჭარული დიალექტის ლექსიკონი, რომელიც იქნება სამაგიდო წიგნი არა მარტო მეცნიერებისთვის, არამედ საქართველოსთვის, სამშობლოსთვის და თავად აჭარაზე მოსიყვარული ადამიანების ოჯახის ბიბლიოთეკისთვის ეს საინტერესო გაცოცხლებული არის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობა, რასაც ლექსიკური ერთეულები ხდება. ეს ბავშვობაში მახსოვს, სახლში მეც მქონდა დიალექტზე დაბეჭდილი ზღაპრე. მე არის წლების განმავლობაში ვეძებდი და მიიკარგა სამწუხაროდ. ამ შემთხვევაში აჭაროს გულისხმობ, იმიტომ გურულისიც მქონდა. ანუ ეს რაღაცები იყო და მე რაღაც პერიოდი ამისთვის ალბათ ქვეყანას არ ეცალა უბრალოდ. და ახლა კარგია რომ ცოცხლდება, იმიტომ რომ ეს მრავალფეროვნება ენის ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველ დაუშვათ რამდენიმე კილომეტრში ადამიანები რაღაც სიტყვას სხვადასხვანაირად გამოვიყენებთ იმ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა და ის პერიოდი მიხარია რომ აორთქლდა, როდესაც ადამიანები ერთმანეთს უთითებდნენ იმას, რომ აიცი, ამას არასწორად ამბობდა ბაბუა კი არა, პაპა ან რაღაც ამ ბიჭო. ორივე გაქვს და რასერჩი. დაუშვათ თუ შევხედავთ უცხოეთში, როგორ საუბრობენ ხოლმე დიდ თუ პატარა ქვეყნებში, წიგნებიც კი იბეჭდება, ჩვეულებრივად დაუშვათ წიგნს რო შლის, ზუსტად იცი დაახლოებით რომელი ქალაქიდანაა ეს ადამიანი და ის არ კარგავს ამ ასე ვთქვათ, ძვირფასეულობას, იმიტომ რომ ზუსტად ამ განსხვავებებიდან გამომდინარეობს მე მთელი ეს სიმდიდრე ენის. პირიქით, აჭარულმა კილომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში და ამიტომაც წარმოსაჩენია. კი ბატონო, ქალბატონო ელზა, ესე იგი როგორც გავიგეთ, თქვენ ხელმძღვანელობდით ჯგუფს. აი როგორ მიმდინარეობდა პროცესები, იყო თუ არა სირთულეები მოძიების პროცესში, მოგვიყევით. დიახ, მოგახსენებთ, ნებისმიერ დიდ საქმეს ახლავს სირთულე, მაგრამ ეს არის სასიამოვნო სირთულე ბუნებრივია, იმიტომ რომ შედეგი ამ საქმიანობისა გახდათ ის, რომ დღეს სამზეოზეა აჭარული დიალექტის ლექსიკონი, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ და ვიტყოდი 16146 ლექსიკური ერთეული და ნამდვილად არ იყო აი ამდენი ლექსიკური ერთეულის გადამუშავება, შედარება ძველი ქართული სალიტერატურო ენისა და ქართული ენის დიალექტების ლექსიკონებთან თუ სალექსიკონო მასალასთან თქვენ წარმოიდგინეთ მეცნიერ თანამშრომელს 16146 ლექსიკური ერთეულის ხელში გატარება რამდენჯერ მოუხდა რომ შედარებული იყო და აი წარმოჩენილი იყო ჩვენი კუთხის მეტყველების სიდიადე. თქვენ წაღან ბრძანებდით საუნჯეა ნამდვილად ეს არის საუნჯე, ეს არის საგანძური და კოლოსალურად მართლაც დიდია ამ გამოცემის მნიშვნელობა, თან იმასაც დავძენ რომ პირველად 1975 წელს გამოვიდა შუქრი ნიჟარაძის აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა და მას შემდგომ, აი 75 წლის შემდგომ, ზუსტად ნახევარი საუკუნის თავზე, აი სამზეოზეა 16146 ლექსიკური ერთეულით ლექსიკონი და თავარია მიზანი რა არის, დანიშნულება რა არის, ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიტყვა ნაცარწაყრილია, დავიწყებულია, აღარ გვესმის, აღარ ისმის ცოცხალმეტყველებაშიც და ეს ლექსიკონი ხელშეუწყობს, რომ ის ძვირფასი ნამდვილად მარგალიტები, ასაკინძი მარგალიტები, სათუთად შესანახი მარგალიტები, რასაც სიტყვა ქვია, ისევ ხალხში მიმოიფანტება და ისევ ხალხს დაუბრუნდება. თან ეს სამადლო საქმეა, იმიტომ რომ პირველიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა. და ბუნებრივია ჩვენ ბედნიერი ვართ, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, ბედნიერი ვართ იმით, რომ ჩვენ ამ ღვთიურ საქმეს ვემსახურებოდით. თან როცა გიწევს მასალაზე მუშაობა
მნიშვნელობა ფუფუნება, იმიტომ რომ შემოგეფეთება, მხატვრულად რომ ვთქვათ, ისეთი ძვირფასი სიტყვები ან არ გახსოვს, ან შენს ბავშვობას გახსენებს და შეიძლება ტრადიცია, წესჩვეულება დაკარგული იყოს და სიტყვით იყოს შემონახული. რომელი სიტყვა ყველაზე რთული ალბათ? რთული არა, მაგრამ ძალიან ლამაზი სიტყვები მზიანდებოდა, ხმიანდებოდა, იმიტომ რომ თითეული სიტყვა ჩემთვის იყო შვილივით მოსაფარებელი და მზე. ემენ დავითაძე, ჩვენი ცნობილი პოეტის სიტყვები მინდა მოვიშველიო, რომ წარმოვაჩინო თითეული სიტყვის მართლა მნიშვნელობა. აი, ამბობს ენის სიტყვის მიმართ მზეო, მზეთა მზელ, მზეზე უფრო მზელ ენა მზეთ უნახავო. მართლაც მზეთ უნახავი სიტყვები არის აქ. აი აჭარელი კაცი რომ გეტყვის, ჟუჟუნა წვიმა კი არა, ნებიერი წვიმაო, ხომ გულს მოეფინება, ან კიდევ აი წამდიდრება და გონია რაღაც ქონების დაგროვება. არა ბატონო, პური საფუარით აფუება, აი წამდის ცკლიმანავს, აი ციმციმებს, ცკლიმანავს. აი დღეს ჩვენ ყოველდღიურ მეტყველებაში ვიყენებთ სიტყვას აივანი, უცხოენიდან შემოსული სიტყვა. არა და აბა ერთი ლექსიკონს და აჭარული მეტყველება, აჭარულ მეტყველებას მოусმინოთ, გვეტყვიან ძველები, რა თქმა უნდა, სამზეურო. აი ნახეთ სამზეურო, მზეზე გამოდიხარ გარესამყაროს მსოფლმხედველობის შეცნობის საშუალებით. აი სამზეუროს მართლაც სამზეუროა ეს სიტყვები. ან კიდევ ტანტრაბა შეგხვდება. ან კიდევ დღეს იმდენად გავრცელებულია იატაკი ვიძახით არა და ხომ დიალექტს გადაუნახავს სიტყვა ფინი ეს აღარ გვახსოვს. მზმნურ ფორმამ შემოინახა და დააფინა და სხვათა შორის ასეთი ძალიან ბევრი მარგალიტის ჩამოსახელება შეიძლება. აი ჩვენ ხშირად ხმამაღალი ლაპარაკის მნიშვნელობით ძალიან უცნაური იყო რომ შემოხვდება სიტყვა აი ღაღადუნა პირიქით, ღაღადურა, აი ასეთი მნიშვნელობით. აი ნახეთ როგორ კონტრასტულია ღაღადუნა, რაღაც ღაღადი, ხმამაღალ ლაპარაკი და აი აქეთ ენამ როგორ შეურჩია ხმამაღალ ლაპარაკს თავისებური რაღაც პეცი. ეს დიალექტის თავისებურება ასეთი სიტყვებით განებიურებულია სხვათა შორის. ჩვენი დიალექტი და მართლაც მნიშვნელოვანია ეს საგანძური მართლაც განძად დასარჩენი წიგნი არის და კიდევ ერთი ეს სიტყვები, თითეული სიტყვა, ეს არის ჩვენ წინაპრები, ჩვენი მამის, პაპათაგან წამოსული სიტყვები, დაბრძენებული. აი გიორგი ლეონცი ამბობს, როგორ მიყვარს მუხლადი, ბედაური, მაძღარი სიტყვა და მართლაც თითეული ლექსიკური ერთეული. მკითხავი რომ მკითხველი რომ თვალს გადაარობს, ნახავს რომ აი მართლა ბედაურია, მართლა მაძღარი, მართლა ლამაზი სიტყვებია და კიდევ უფრო ჩანს ეს ფერადოვნება, ეს სილამაზე სიტყვებში, ხატოვან სიტყვათქმებში. ჩვენ ლექსიკონში გვაქვს შეძლების დაგვარად ასახულია და წარმოდგენილი არის ხატოვანი სიტყვათქმები. აი ხატოვანი სიტყვათქმები მე თამამად ვიტყოდი რომ ეს არის ენის სამკაული, ეს არის მოვარაყება, მოჩუქურთმება მეტყველებისა და ხა თქვენ წარმოვიდგინეთ უხარია, ძალიან უხარია რომ თქვას ადამიანმა და კიდევ უფრო მეტი ეფექტი შესწინოს ამ ნათქვამს, ამ სიხარულის აღზევებას, აი თვალში მერცხლები უხდისო, ხომ ძალიან ლამაზად ნათქვამია. ან თვალებში ვარსკვლავები უღიმისო. ასეთი ძალიან ბევრი სიტყვა დაუნჯებული და ეს დაუნჯებული საუნჯე ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ისევ ხალხში უნდა მიმოიფანტოს, რომ თაობიდან თაობას გადაეცეს ეს ლამაზი სიტყვები, არ დაიკარგოს, არ შემცირდეს და იმიტომ რომ ეს ჩვენი სულის მონაწურეა, ეს ჩვენი მეობაა. სიტყვა არ არის ბგერათა უბრალო შეერთება, ნამდვილად სიტყვა გადარჩენილი სულია, გადარჩენილი გულია, ჩვენი სისხლის ყივილია და რა ვიცი, ამ ნებისმიერ თითოეულ ლექსიკურ ერთეულს ნამდვილად ჭირდება გამომზეურება, მოფერება ჭირდება ამას და ჩვენი ქართული მდიდარია დიალექტში რომ ამდენი ლექსიკური ერთეულია შემორჩენილი. წარმოვიდგინოთ ქართული სალიტერატურო ენა რამდენად სახეოვანია, სახეობრივი, რამდენად მდიდარია და როგორი მდიდარი ენის ლექსიკის მატარებელი ხალხია. კიდევ ერთხელ უნდა დავფიქსდეთ იმაზე, რომ ზოგადად მოდებული ნებისმიერი სიტყვა გუშინ არ გაჩენილა. შეიძლება რა თქმა უნდა რაღაც ნეოლოგიზმი ახლა ვთქვათ, მოგვეწონოს და დაინერგოს 20 წელში, მაგრამ როდესაც რაღაც სიტყვა საყოველთაოა, აი თქვენ რას ვიტყვით, ზვირფასეულობაზე რამდენი საუკუნის განმავლობაში იწრთობა და როდესაც გათიშვა ხდება რაღაც რეგიონების ერთმანეთისგან რაღაც 1000 უბედურების თუ რაღაცის გამო, მე როგორ იცვლება და მაინც ძირი შინაარსი როგორ რჩება და შემდეგ დიალექტი. კი, პატა და მე მახსოვს არ ვარ ახლა რო ვთქვა ისეთი ასაკი ჯერ არ მაქვს, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში
სიტყვას ჰქონდა, სიტყვა გამოხატავდა თუ რომელ კუთხეს წარმოადგენდა ადამიანი და აი ერთი სიტყვითაც კი შეიძლება მიხვდარიყავით დიალექტით და მისი საუბრის ინტონაციით. კი ბატონო, ხო, კილოთი, თუ რომელი კუთხიდან იყო ესა თუ ის ადამიანი. დღეს ეხლა რომ დავუკვირდეთ, ხო, რაღაცნაირად თითქოს ყველა ერთნაირად ვსაუბრობთ და დაიკარგა ეს მნიშვნელობა. თქვენ როგორ ფიქრობთ? კუთხეებს შორის ურთიერთობა ჩვენ არ გავყავთ, ჩვენ ერთიანი საქართველოს ღვიძლიშვილები ვართ ყველა, ნამდვილად სადაურობას გურულია, იმერელია, მას ყველა კუთხის მეტყველებას მისი პეწი დაკრავს და მისი ელფერი აქვს, მისი სახეობრიობა აქვს, მისი ფერი და მისი სურნელი აქვს. ნამდვილად რომ გვესმის მეტყველება, ყველა მეტყველების მიღმა სურნელი მოდის იმ კუთხისა და მართლაც ასე არის. დღეს რატომ არა არის კიდევ არის ეს შემორჩენილი უამრავი სიტყვა არის, შესაბამისი დარგის სპეციალისტები ამაზე მუშაობენ, არაერთი გამოცემა არის, არაერთი კუთხის დიალექტს რომ ასახავს, მაგრამ ჩვენ რა ვიცი, სალიტერატურო ენა ბუნებრივია ნორმებს დაქვემდებარებული მეტყველება არის და სალიტერატურო ენა რა თქმა უნდა ამ დიალექტებით საზრდოობს და და ბუნებრივია სალიტერატურო გარკვეულ ნორმებს დაქვემდებარებული მეტყველება და ჩარჩოშია ჩასმული მეტყველება და დიალექტებში კი თავისუფალია, ზღვასავით მოედინება სიტყვა, ჩარჩო არ სვამს და აი წარმოიდგინეთ, დიახ, თქვენ ეს მინდოდა მე თქვა, სურნელი მოყვებაო ყველა კუთხისა. აი ნახეთ აბა მე რომ მესმის სიტყვა კედი ძაფირს, რომელიც აჭარულ დიალექტმა შემოგვინახა, ტაოკლარჯულმა მეტყველებამ შემოგვინახა, ან გარგანიო გავიგონებთ სიტყვას ჯოხის აღსანიშნავად და ასეთი ძალიან ბევრია, ჩვენ გინდა თუ არ გინდა ამ სიტყვის, ამ ლექსიკური ერთის გამოყენებით ნებისმიერი მიხვდება რომელი კუთხის ხარ და რომელი კუთხის თავისუფალი ხარ მეტყველებაში. ნახეთ, იცით რა არის, თან ჩვენ ყველა კუთხეში, ყველა კუთხის მეტყველებას აქვს ამოუწურავი საუნჯე, სალაროა ეს, სიმდიდრეა, მართლაც ამოუწურავია, მე ახლა ჩვენი დიალექტის მაგალითზე გეტყოდით. აი ნახეთ რომ მუშაობდით, თქვენც გადავლებთ კვალს, მკითხველი წაიკითხავს და მართლაც შემოხდება ისეთი სიტყვები, რომლებიც შემდგომ ვეფხისტყაოსნის ტაეპებს მოაგონებს, აი ნათხსენი ფორმა, მრავალჯერ გამოყენებულია ვეფხისტყაოსანში და აჭარულ დიალექტში დღემდე ცოცხალია ეს ლექსიკური ერთეული, აი რვიანისებურად შეწნული, შეგრეხილი. ვეფხისტყაოსნის ავტორი გვეუბნება ბროლო და ლალო კვლავ ერთად შენათხზენიო, ანუ შეწნული, ჰარმონიულად, ასეთი იცით რამდენი ბევრი სიტყვა გვაქვს და ყველა დიალექტი ინახავს ამას აბსოლუტურად ყველა დიალექტი და აი ამით ვართ მდიდარი, ამითაა გამორჩეული ქართული სალიტერატურო ენა არის და სალიტერატურო ენა და ამიტომ არის რომ ის ხმათა ხავერდების და ღმერთების ენაა. კი ბატონო, აბსოლუტურად გიერთდებით, მაგრამ მე გულისხმობდი იცით რას თავად ადამიანებმა დაიწყეს ამ დიალექტზე მუშაობა და გამოსწორება, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც აი პაატა შენ საუბრობდი გადაცემის დასაწყისში, მე მგონი რომ ადამიანებმა რაღაცნაირად თითქოს სირცხვილად ითვლებოდა ადამიანებისთვის. ხო, არ ვცდები სწორად ვამბობ, ხო, ესე ხო, იმიტომ რომ ეს ვიგულისხმე, როდესაც თქვი რომ ყველა ერთნაირად დავიწყეთ მე ეს საუბარი, რომ აი ხო მე მაგალითად დაახლოებით 11 წელია რაც ბათუმში ვცხოვრობ და რომ ვბრუნდები დედაქალაქში და ვხვდები ჩემს ნათესავებს მეგობრებს, მეუბნებიან რომ შენ უკვე აჭარულად საუბრობ და ხო, რაღაცა მაქვს უკვე და მე ძალიან მოერგებაშია სილამაზე. აქაც ხო ძალიან ბევრი ახლა მე რომ ბათუმურად ლაპარაკობ, გინდა არ გინდა მეტყობა. აქედან სულ რაღაც 5 კილომეტრში უკვე სხვა რაღაცა შეხვდება, იქიდან კიდე 5 კილომეტრში სხვა რაღაცა. კრიფავ თითქოს. სადაც ნებისმიერ კუთხეში, ანუ ალბათ ასეთი მრავალფეროვნება, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ნუ იშვიათად შეხვდებათ 60,000 კვადრატულ კილომეტრზეა ლაპარაკი, სადაც ნუ შეიძლება აქედან 100 კილომეტრში ვწახდეს ძალიან ბევრი დრო დაგჭირდეს, რომ გაიგო კაცი რაზე ლაპარაკობს. თუ წაუქცია, აღა მეც რომ დავიწყო ისე ბოლომდე ლაპარაკი, ისე როგორც ლაპარაკობ ხოლმე სახლში,
ну შეიძლება არაბათმელო ცოტა ვერ მიხვდეს რას ვლაპარაკობ ხო ის ხმის ისინიც სხვანაირად მიდის სხვანაირად კარგება ინტონაცია ყოველ 5 კილომეტრში იცვლება ყველა ხელს თავისი მეტყველების შეგვიძლია ჩვენი კუთხე არის ღვთივკურთხეული კუთხე და ნახეთ აბა გადავხედოთ ჩვენს საცხოვრის გარემოს და დასერილი ხეობებით ყველა ხეობაში კი არა ხეობის მიხედვით კი არა და ყველა სოფელში შეიძლება განსხვავებული ლექსიკური ერთეული შეგვხვდეს და ზუსტად ესაა ჩვენი საცხოვრის ის გარემო ბადებს ყველაფერს ამას ამიტომ არის ასეთი მრავალფეროვანი ამიტომ არის ასეთი მდიდარი ამიტომ არის ასეთი ამოუწურავი ეს როგორ ყალიბდება დიალექტი და კიდევ რა თავისებურება კიდევ სხვა საქმეა მაგრამ აი ზუსტად ეს არის ჩვენი საცხოვრის გარემო და აი ხეობებად დაქსაქსული სოფლებად დაქსაქსული მთაგორიანი ზოგი აგერ ზღვის სანაპირო და ასე რომ ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მეტყველებაზე ჩვენი საცხოვრისი გარემოდან გამომდინარე უამრავი სიტყვა ჩნდება იბადება და სიტყვებსაც მათი საცხოვრისი გააჩნია და ეს არის სასიტყვეთი. ვაწვალებთ ხო, როდესაც ასე ვთქვათ ნორმატიულ ქართულ ენას ვსწავლობ სკოლაში, თორე დიალექტიანად თუ დავიწყე სწავლა, ისედაც ამბობენ რომ ქართულს ძლივს ვსწავლობ და ერთადერთი რაც გვაქვს ახლა მარტივი არის, რასაც წერთ, იმას ვამბობთ. სხვა მხრივ ახლა წარმოიდგინეთ ყველაფერი ერთად რომ დავაბრუნოთ უკან 1-2 წლით მეტი დაგვიწყდა სკოლაში, მაგრამ კიდევ უფრო მდიდარი ენა გვექნება. კი ბატონო, თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ ხაზგასმით, რომ ამ წიგნში არის 16146 ლექსი. ეს არის უკვე სრული რაოდენობა თუ ეს არის რაც ხელთ მოიპოვეთ? არსებობს რომ იყოს კიდე რაღაცა დაკარგული? რა თქმა უნდა, ეს არის აი ამ 5 წლის, yani მუშაობის მონაგარია. შედეგი, თორემ გრძელდება ძიება. ეხლა ჩვენ ვფიქრობთ ტაოკლარჯულ სიტყვის კონა გავაკეთოთ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხალბატონ ელზას ჯგუფი მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა ამ დიალექტზე მუშაობა არ შეჩერებულა და ფიქრობ რომ გაგრძელდება ისევ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას მივმართოთ თუ კი სადმე ისეთი შეხვდა სიტყვა რომელიც ჩვენ უკვე ვერ ვიპოვეთ მაგრამ შემორჩენილი არის ფიქრობ რომ 16046 შეიძლება გავორმაგდეს 20000 25000 გაიზრდება მისი რაოდენობა ეს არის ჩვენი მარგალიტი ეს არის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა და თქვენ მგზავნეთ რაც მრავალფეროვანია ქართული სალიტერატურო და უფრო მეტად ძლიერი და უფრო მეტად ლამაზია ამიტომ არ უნდა დაიკარგოს საინტერესო ვის მიუწვდება ხელი წიგნზე ჩვენ აი ამ წიგნის ჩამორიგება რა თქმა უნდა არ დაგვიწყია ჯერ ხვალე გვაქვს წარდგენა აი ამ წიგნის საზოგადოების გამოიცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით ჩვენ ფინანსებით აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს გავლით უნივერსიტეტის ქუდის ქვეშ და ამ დაფინანსებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო შესაბამის უწყებებს 200 ტირაჟი სულ გამოდის წიგნები 50-100 მაგრამ ეს რადგანაც საზოგადოების მოთხოვნა ვიცით რომ ძალიან დიდი იქნება გამოვეცით 200 ტირაჟით მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისად ვისაც ეს აკადემიური თუ სხვა საზოგადოებისთვის მაგრამ ვფიქრობთ რომ მომდევნო წელს ისევ დამატებით გამოვცეთ იმიტომ რომ მოთხოვნა საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდია თქვენ არ დაიჯერებთ როდესაც გავავრცელეთ ის ჩვენი ვიდეო და სოციალურ ქსელებმა აიტაცეს ეს და უამრავი მადლობა შემოდის ინსტიტუტის გვერდზე და უამრავი ადამიანი მოდის ხვალ ქუთაისიდან, დედაქალაქიდან იმისთვის რომ აი ამ წარდგინებაზე თავიანთი აზრი მხარდაჭერა გამოხატონ და რა თქმა უნდა საზოგადოების წარმომადგენლებიც და ვფიქრობ რომ აუცილებლად საჭირო იქნება იმისთვის რომ დამატებით ეგზემპლარები გამოიცეს რადგანაც ეს ყველა ოჯახს უნდა კონდეს ბიბლიოთეკაში და მადლობა ტექნოლოგიებს რომ ადრე თუ წიგნის თავიდან დააბეჭდო და კალბადონებას ისეთივე 5 წლიანი რომ აჭირდებოდა მithumetes სკელტანიანის ახლა არსებობს ციფრული ტექნოლოგიები სადაც სურვილის შემთხვევაში ნუ ბრჭყალებში ერთი ხილაგზე თითის დაჭერით შეიძლება ტირაჟის გამეორება ნებისმიერ რაოდენობაში წარდგენის შემდგომ მის PDF ვარიანტსაც აიტვირთება სოციალურ ქსელში და ყველას ექნება ისაც უყუროს ციფრული წიგნები შევსავით. დიახ, დავამატებდი ნამდვილად სამადლობელს დავამატებდი. უპირველესად მადლობა უფალს. მადლობა უფალს რომ ჩვენ წილად ხვდა, ჩვენს ინსტიტუტს ხვდა წილად რომ ეს სამზეოზე გამოტანილიყო. მადლობა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი დაარსების დღიდან დღემდე ყოველთვის დგას ევროუნული საქმის სადარაჯოზე დამცველია მართლაც ამ ღირებულებებისა და ეს ყველაფერი იმ ჩვენი
გმირი მეცნიერების დამსახურება 58-18 წლიდან რომ იკრიბებოდა მასალები ეთნოლოგიური, ფოლკლორული, დიალექტოლოგიური და ფონდების სახით დაცულია, მათ მოიტანეს დღემდღის და ჩვენ ბუნებრივია ამ მასალით ვისარგებლეთ და მადლობა მათ გარდაცვლილ ასულებს მადლობა ბუნებრივია პროექტში ჩართულ თითოეულ პერსონალს, ქალბატონ ნანული ნოღაიძეს, მადლობა ქალბატონ ციალან არაკიძეს, მადლობა ქალბატონ შუშანა ფუტკარაძეს, ქალს, რომელმაც პირველმა ნიკო მარის შემდგომ ტაოკლარჯეთის მიწაზე ძირძველ კუთხეში ფეხი დააბიჯა და იქაური მარგალიტები ჩამოგვიტანა. მადლობა ნაილე მიქელაძეს, ნარგიზ ახვლედიანს, ეს ის პიროვნებანი არიან, რომელთა თავდაუზოგავი საქმიანობით სამზეოს გამოვიდა ჩვენი ლექსიკონი. და ბუნებრივია კიდევ ერთხელ მართლაც მადლობა უფალს, რომ ჩვენ ძალიან გიხარია, რომ ეს სიამოვნება და თან ტვირთიც იყო ბუნებრივია, ეს დიდი პასუხისმგებლობა არა, უდიდესი პასუხისმგებლობა არის, არ არის ადვილი, ლექსიკონზე მუშაობა ნამდვილად ურთულესი საქმე არის და ასე რომ ეს საგანძური, ეს საუნჯეა ჩვენი ყოველდღიურობისათვის და ეს მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტის გამარჯვება არ არის. ეს მხოლოდ ჩვენი ინსტიტუტის ისტორიისათვის ჩაწერილი ლამაზი ფურცელი არ არის. ეს კუთხის გამარჯვება, ეს ქართული საქმის გამარჯვება, ეს მთელი ჩვენი საქართველოს გამარჯვება და ეს მთავარია და მთავარ ეს ენის ზეიმია. ეს ენის დღესასწაულია და სიტყვის გაცოცხლება არის. ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს. სანამ დაგემშვიდობებით, მინდათ რაღაც გკითხოთ. ჩვენ ახლა ისეთ სიმდიდრეზე ვსაუბრობდით, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და არა დაიკარგოს და მიუხედავად წიგნის სიდიდისა, რომელიც მეც მაშინებს, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენ ენის სიმდიდრე შევინარჩუნოთ, რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით, ხო? ალბათ ეს უნდა დავიწყოთ პატარა ასაკიდან. საინტერესო არის აღნიშნული წიგნი არა შეიძლება ამ ფორმატით რაღაც მეტნაკლებად თუ შევა სასკოლო დაწესებულებაში და თუ ექნებათ საშუალება მაგალითად აი სკოლის მოსწავლეებს ну რაღაც დონეზე მაინც შეისწავლონ და ნუ მერე დაინტერესების შემთხვევაში გააგრძელებენ უნივერსიტეტში ძიებას. ჩვენ არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი და ეს მიზანი აქვს თუ არა? საჯაროდად განვაცხადებთ და ჩვენ ოფიციალურად გუშინ საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს დაუგზავნეთ წერილი მოწვევა იმისთვის რომ შესაბამისი დარგის პედაგოგები მოვიდნენ და ესრონ ეს წიგნი რა თქმა უნდა თითოეული სკოლის ბიბლიოთეკაში უნდა ინახებოდეს და სკოლებს აქვთ არა საგაკვეთილო, ანუ დამატებითი წრეები, სხვადასხვა საგნობრივი წრეები და შესაძლოა პედაგოგზე არის დამოკიდებული, ვისაც ქართული სალიტერატურო ენა ის სიმდიდრე უყვარს, სწორედაც მათ ექნებათ საშუალება, რომ თქვენ რაც ბრძანეთ ის განახორციელონ პრაქტიკულად. არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. იმედი მაქვს, რომ წლების შემდეგ ისევ გვესტუმრებით, როდესაც დაასრულებთ კიდევ ძიებას და მეორე სერია გამოვა სავარაუდოდ წიგნის წარმატებას გისურვებთ, დავუშვებოთ პაატა ჩვენ სტუმრობს და რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით დარჩით ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთთ და როგორც სოფომ აღნიშნა გადაცემის დასაწყისში ჩვენი ევროპის მოედანი მზადაა უკვე იმისთვის, რომ სტუმრები მიიღოს და იქ უამრავი ხალხი ირევა პრინციპში მზადაა რა. ისედაც ასეა ხოლმე. ზაღლიც გამოვიყვანე სასეირნოთ, მაგრამ ხელში აყვანილი დავყავდა, იმიტომ რომ არ იყო ფიზიკურად ადგილი, სადაც უნდა გაივლო ჩემს ოთხფეხა მეგობარს. ანუ ხელში აყვანილი ზაღლებიანი ადამიანები ვნახე ძალიან ბევრი და ერთ-ერთი მათგანი შენ ყოფილხარ, თქო ზაღლი გეფარებოდა და ვერ გიცანი. მოკლედ, ბერის კულტურის ცენტრის დირექტორი ყავს სტუმრად, ირაკლი შაფათავა, რომელიც დაწვრილებით მოგვიყვება თუ რა გველოდება ამ 2-3 კვირის განმავლობაში, როგორც ხდება ხოლმე იქ და რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და როგორ გავატარებთ ამ სახელმწიფო და ახალწლის შემდგომ დღეს. მობრძანდით თუ შეიძლება? დღემშვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა. როგორი დატვირთული დღეები გაქვთ წარმოვიდგენია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით ყველას სულიად საქართველოს ულოცავ დამდეგ შობა ახალწელს.
რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები დავიწყეთ 20 დეკემბრიდან და რა თქმა უნდა 7 იანვრის ჩათვლით გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება. 7 იანვარს დავასრულებთ საშობაო გალა კონცერტით. 20 დეკემბერს გახსნის საზეიმოთ ქალაქის მთავარი ნაძვისხის საზეიმოთ გახსნის ანთების ცერემონია იყო და ალბათ დამერწმუნებით რომ უამრავი ადამიანი სტუმრობდა ევროპის მოედანს და ყოველდღე ეგრეა. ეს იმან განაპირობა რომ ჩვენ წელს შევეცადეთ ტექნიკურად უფრო მეტი სივრცე დაგვეტოვებია, იმიტომ რომ მოლოდინი ვიცოდით რომ ძალიან დიდი იყო საზოგადოებაში, ყველანი ელოდება საახალწლო ღონისძიებებს, აქცენტი გავაკეთეთ საბავშვო მიმართულებაზე. 20 დეკემბერს წარსდგა ვოკალური ანსამბლი ზღვიშვილები, რომლებიც ძალიან გვანებიურებენ და მადლობა მინდა მათ უთხრა და მათ ხელმძღვანელებს. ზღვიშვილების აღსავსდელები გახლავთ 2024 წლის რანინას და ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე და წლევანდელი რანინას გამარჯვებული და ევროვიზიის პრიზიორი ანიტა აბგარიანი, რომლებმაც წაიყვანა ღონისძიება და მიიღეს მონაწილეობა საზეიმოთ ანთებაში, ქალაქის მთავარი ნაძვისხის, ასევე მთელი აი ამ კონცერტების და ღონისძიებების ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ბათუმელს მიეცეს საშუალება თავიანთი თავის რეალიზაცია მოახდინონ. ჩვენ რამოდენიმე ახალ ბედა ბენდი ჩავსვით სპეციალურად, აი გუშინ მაგალითად დებიუტი იყო ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების, რომლებსაც ვფიქრობ ძალიან დიდი მომავალი აქვს სამომავლოდ, ასევე ყავს ახალ ბედა სოლო შემსრულებლები ამ კონცერტების პერიოდის განმავლობაში იქნება რა თქმა უნდა მოწვეული ვარსკვლავებიც, მაგრამ ძირითადად 80%-ზე მეტი იქნება ბათუმელი შემსრულებლები, ალბათ დამეთანხმებით, შემთხვევით არ არის ბათუმი კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა და ჩვენთან ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი და ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი და ბავშვი ყავს ზოგადად ბათუმში და ყველას მინდა რომ მივცეთ შესაძლებლობა რომ თავიანთი თავი წარმოაჩინოს. არაჩვეულებრივი. ტექნიკურ მხარეზეც რო ვილაპარაკოთ, თუ შეიძლება, იმიტომ რომ ვიცით რა, ახლა ერთია ჩვენ რასაც ხედავთ და ვიცით რა კოლოსალური სამსახურია ამის უკან და რომ დაუშვათ 20-ში როდესაც გაიხსნა ეს 19-ში არ დაწყებულა ამაზე მუშაობა, დაიწყო გაცილებით ადრე და ძალიან ბევრი შრომადებს ამაში. რა თქმა უნდა. თანხმებით აქ უამრავი დეტალია ისეთი, აი შემოქმედებაში ვიძახით ხოლმე კულისებს მიღმა რაც ხდება, ის ხო სცენაზე არ ჩანს ზუსტად ამას გულისხმობთ ალბათ, ძალიან დიდი შრომატევადი საქმე დევს ამ ყველაფერში, კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფი და ღონისძიების მართვის სამსახური თვეების მანძილზე ემზადება ტექნიკური ნაწილის და დასაგეგმად, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაში ჩართულები. შემდეგ ჩვენ როდესაც დავასრულებთ ტექნიკურ ნაწილს, აუცილებლად გავდივართ კონსულტაციებს შესაბამის უწყებებთან და რა თქმა უნდა, ყველა იმ უწყებასთან, ვინც ჩართული არის უშუალოდ შემდეგ ღონისძიებების მართვის პერიოდში, აქ 2 დღეში ძალიან რთულია და 2 დღეშიც და 10 დღეშიც ამ ყველაფრის დაორგანიზება პრინციპში წელს მოგვიწია ფორს მაჟორში მუშაობა, მაგრამ მგონი არ გამოვიდა ცუდი ღონისძიება და ერთ-ერთი ულამაზესი ნაძვისხე, აი ამაზე მოწმობს ხალხის რაოდენობაც. დიახ, ჩვენ რო არაფერი არ ვთქვათ, კი ბატონო, გეთანხმებით. ერთ სურათია საკმარისი და დავიდე. ალბათ ატყობთ, რომ წელს გასტრონომიული კუთხე განსაკუთრებული ვიზუალით არის წარმოდგენილი. ყველა მომწველი სტუმარი აღნიშნავს, რომ ძალიან ლამაზი გასტრონომიული კუთხე გვაქვს, სადაც როგორც ადგილობრივი კერძების დაგემოვნება, ასევე შეიძლება ევროპული კერძების დაგემოვნება, რა თქმა უნდა, ქართველები განთქმულები ვართ ღვინის კულტურაში და ძალიან მრავალფეროვანი და საკუთარი კერძების გარდა სხვისი კერძების დამზადებაც შეგვიძლია ძალიან კარგად. დიახ. ძალიან ბევრი ჩამოსულა და ვთქვამს, რომ
ესეთი კარგი გემო თუ გონდა ამ კერძო არ დავასახელებ რომ არც ერთს არ ვიცოდიო თქვენთან უკეთესად აკეთებენ ინსტიტუტთან. სხვათა შორის შევამჩნიე რომ წინა წელთან შედარებით გაზრდილია სივრცე საახალწლო სოფლის თუ შეიძლება ასე უწოდოთ ქოხებს უგულისხმობ. ბარათაშვილის ქუჩა აქვს უკვე ათვისებული, შარშან არ იყო. ამან სავარაუდოდ დიდი სივრცეც მოგცა იმისთვის რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს და უმასპინძლოს ევროპის მოედანმა. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან ამ საახალწლო სოფელში? გეთანხმებით, სწორი მიგდებაა, სწორად აღნიშნეთ. წელს აქცენტი გავაკეთეთ ჩვენ და მხოლოდ ბათუმში არსებული მეწარმეები ყავს დასაქმებული. მე ყოველწლიურად სიამოვნებით აღნიშნავ იმას, რომ ამათი რაოდენობა არის მზარდი, 200-ზე მეტი მეწარმის ბაზა გვაქვს უკვე და ჩვენ სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ საგრძნობლად გავზარდოთ. დიახ, საახალწლო სოფლის მოცულობა, იმიტომ რომ მაქსიმალურად ყველას გვინდა რომ მიეცეს საშუალება და გამოიტანონ თავიანთი ნამუშევრები. მრავალფეროვანია თუ შეიძლება ესე ითქვას, აი თუ გაგივლიათ ნახავთ რომ ძალიან მრავალფეროვანი გეთანხმებით კი ბატონო სუვენირები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა გამოგვივიდა, სადაც აი აქაც ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს აი ამ ხელნაკეთი ნივთების ბაზრობას და ჩვენ ყოველთვის მონიტორინგს ვატარებთ და ვეკითხებით, შერჩევით ვეკითხებით, შემთხვევით ვეკითხებით აი შერჩევის გარეშე პირიქით მეწარმეებს რამდენად კმაყოფილები არიან და უკვე მეუბნებიან რომ მომავალ წელსაც ხო გვექნება საშუალება რომ ძალიან კმაყოფილები ვართ ლამაზად მოუწყვეთ სივრცე მაქსიმალური კომფორტი შევქმნით იმისთვის რომ ყველა იქ მისულმა ადამიანმა ყველა დახთან შეძლოს მისვლა და მე მგონი ეს გამოცდილება გვაძლევს ამის თქმის საშუალებას რომ მომავალში მინიმუმ 100 მეწარმე მაინც გვეყოლება მინიმუმ 100 მეწარმე მაინც გვეყოლება საახალწლო ღონისძიებებზე და გვაქვს კიდე სამომავლოდ ძალიან ბევრი სიურპრიზი მე ხა არ მინდა მოვლენებს გავუსწრო რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ წელს ახალი წელია სიახლეებს ზოგადად გულისხმობს და წელსაც ხო გვაქვს რამოდენიმე სიურპრიზი და მომავალ წელსაც ძალიან ბევრი ახალი რამ გვექნება თქვენ ის თქვით რომ წინასწარ ეს ყველაფერი რო იზრდება მე მოედნის გაფართოება როგორ გავაკეთოთ შენობები როგორ გავაჩოჩოთ ან თუ არ იგეგმება ან ჩვეულებრივი რაღაც არის ხო და უშუალოდ თუ ხედავთ რომ იზრდება ადამიანების რაოდენობა ისე რომ ვერ ვატებთ სადმე გადავიდეს რაღაც ისეთ ადგილზე რომ ქალაქი ძალიან დიდია და შეგვიძლია ნებისმიერ ადგილზე განთავსდეს თუ გახსოვს ბულვარში იყო ერთი პერიოდი ნაძვის ხა ერთ ბულვარშიც ვერ ვეტევით იმიტომ გაზონებს ვთელავთ ხა ადამიანები ნუ ტურისტული ქალაქი ვართ აქ მხოლოდ ადგილობრივები არ არის ბულვარის სივრცე რა თქმა უნდა მსჯელობა ამაზე ყოველთვის გვაქვს უბრალოდ ზამთარში მოგეხსენებათ რომ უამინდობა ბათუმში და ჭარბინალექი ხშირად გვაქვს ხოლმე და აი ამ შემთხვევაში ქარის შემთხვევაში აი ის რაც ლამაზად გვაქვს გაკეთებული შეიძლება რომ 1 საათის განმავლობაში სულ ყველაფერი დაგვიმგრიოს და უბრალოდ ღონისძიება საფრთხე შეექმნება. თუმცა ლოკაციის გაფართოება ჩვენ სხვა მხრივ გვაქვს დაგეგმილი მემედაბაშიძის ქუჩაზე, ასევე დემეტრე თავდადებულიდან დავიწყოთ შეიძლება მომავალში ეს საახალწლო გამოფენა გაყიდვა და ასევე გასტრონომიული კუთხე და საბავშვო აქტივობებიც დავამატოთ. რაც შეეხება ყოველდღიურ ღონისძიებას პატარებისთვის ზრუნავს ზღაპრის გმირები და ანიმატორები ყოველდღე რაღაც 5 საათიდან იწყება ღონისძიებები, ხვალ გვექნება სვლელობა, ოჩოფეხების და ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება, ძალიან ლამაზი სანახაობა გვაქვს დაგეგმილი. 31-ში იცით რომ გალა კონცერტია და გალა კონცერტს დააგვირგვინებს არაჩვეულებრივი ფოიერვერკი, თუმცა აღნიშნავთ 2026 წლის შემობრძანებას. რა ვიცი მე ყველას მინდა უთხრა რომ გელოდებით ყოველ დღე ევროპის მოედანზე და მე მგონი დავიწყარ დღეებს გავატარებთ ერთად. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა და ამისთვის მოგეთ მთელი ეს 17-18 დღე თქვენს განკარგულებაშია და უბრალოდ შეგიძლიათ მიხვიდეთ და თქვენ თვითონ დატკბეთ იმ ყველაფრით რაც არის გინდ დიდები მოკლედ ბატონო ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველწლიურად ზრუნავთ ჩვენს საახალწლო განწყობაზე პატარებზე არ დაავიწყდეს მაყურებელს რომ სინოპტიკოსი გვპირდება რომ არც თუ ისე კარგი ამინდი შეიძლება რომ იყოს ამიტომ თან იქონიონ საწვიმარი იმისთვის რომ დისკომფორტი არ შეექმნას ხება ჩვენი ქალაქ ჩვენს ქალაქში ვინც ცხოვრობს ახლა ერთ თვეზე მეტი იცის რომ იმავე არ გვაკვირვებს და არ გვაშინებს არავის კარგად იყავით და მადლობა წარმატებები მადლობა
ახლა უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან აქტუალურია და ჩვენ ხშირად გვყავს გადაცემაში სტუმრები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ. მხატვარი და დიზაინერი უნდა შემოგვიერთდეს გვანცა ჯინჭარაშვილი, რომელიც მხატვრობის თანამედროვე მიმართულებაზე ისაუბრებს, ვისაუბრებთ ასევე საახალწლო დეკორზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში, თუმცა არა მხოლოდ ახალი წლის დღეებში, დეკორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობისთვის, ეს იქნება გარე სივრცე, შიდა სივრცე თუ ასე შემდეგ. მოდი მოვიწვიოთ სტუმარი, რომელიც უკეთ გაგვარკოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გვანცა ჯინჭარაშვილი, მხატვარი, დიზაინერი, დეკორატორი. გამარჯობა. გამშვიდობისა, მოგესალმებით. ეს ასე არ გამოჩნდება, მოდი ცოტა ხანი ხელში რაღაცა დავიჭერ, საინტერესო ესკიზი არის. კი, ანუ როგორც შეიძლება რომ ჩემი თავი წაგეგინოთ, შეიძლება არა, ამით შეიძლება ვისაუბრო მოკლედ ჩემს თავზე. კი ბატონო, სანამ შუიდან არ დავიწყოთ, თავიდან დავიწყოთ, მოგვიყევით თქვენზე. და მოგვიყევით იმ მიმართულებაზე, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში გახდა მოთხოვნადი. ხომ არ ფიქრობთ, რომ მხატვრებს დღევანდელმა მოთხოვნილებამ შეუცვალა მიმართულება და ამას რა თქმა უნდა დადებითი მხარეც ექნება და რა თქმა უნდა უარყოფითიც ექნება. კი ბატონო, გეთანხმებით თამაში სრულიად. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. მე ვარ გვანცა ჯინჭარაშვილი. აჭარლების რძალი თბილისიდან, სხვათა შორის 8 წელია უკვე თქვენ მაშინ ვიმეგობროთ ხვალით. კი ბატონო. ჩვენ სამში მარტო მე არ ვარ რძალი, ხო? ნუ მოკლედ, რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, კი ბატონო, გეთანხმებით იმაში, რომ მხატვრებს მხოლოდ ერთი მიმართულება უკვე აღარ აკმაყოფილებს და შეგვიძლია უკვე სხვადასხვა განხრით რაღაცა მომენტებში თავი გავირთოთ, მოკლედ ესე ვთქვათ და პლუს ამას შემოსავალი უფრო გავზარდოთ და რაც მთავარია, ის ვაკეთოთ, რაც ჩვენ გვიყვარს. ანუ არ მოისაზრებს იმას, რომ აი რაღაცა იმ ადგილას იჯდე და ხატავდე უბრალოდ, რაც არ გსიამოვნებს და ვისი ხატვაც არ გსიამოვნებს. ეს არის ძალიან სასიამოვნო პროცესი. სხვათა შორის ახლა ეკრანზე მიმდინარეობს ჩემი ხატვის პროცესი, სადაც ვარ ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ეს არის live sketching-ი მარიამ მაისურაძის წამოწყება, რომელიც არის ძალიან აქტუალური უკვე 3 წელი თბილისში. live sketching-ი რო გითხრათ? live sketching-ი, ანუ კი, ეს არის ახალი სიტყვა. ნუ კი, საქართველოში ახალია, ევროპაში და ესეთ განვითარებულ ქვეყნებში არის ეს უკვე დამკვიდრებული. საქართველოში ვცდილობთ, რომ მასშტაბებზე გავიდეთ და აი ისეთი მომენტია, აი როდესაც სტუმარი თავის სახეს ხედავს რაღაცა ისეთ სკეჩურ ჩანახატში, რომ აი ამაზე ბედნიერი სანახავი არაფერი არ არის, მოკლედ. ბედნიერი სტუმარი მიხვდით ხო, რასაც გულისხმობ. ესე იგი, თქვენ ხატავთ უბრალოდ პროცესს ასახავთ? ნახეთ, წარმოიდგინეთ, ღონისძიება არის, ლამაზად ჩასმული ხარ სადღაც ან ქორწილი იქნება, ან კონკრეტული რაღაცა ბრენდის ღონისძიება. გინდა რომ შენი ეს ჩაცმულობა არა მხოლოდ ფოტოთი ასახო, არამედ რაღაცა ესეთ სამახსოვრო ნახატი წაიღო თან სახლში. და აი ზუსტად ეს არის საინტერესო, თუ როგორ დაგინახავს შენ მხატვარი და აი ამას ასრულებ 5 წუთის შუალედში სადღაც და ნუ ბოლოს მიდიხარ ბედნიერი უამრავი საჩუქრით და ამასთან საინტერესო როგორ მიიღო ეს მომხმარებელმა? ძალიან კარგად, ანუ ჩვენ ამითი სულდგმულობთ, თქო, აი ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ მათი სახეები ყველაფრად ღირს, რომ აი ესე თავს რაღაცა სხვა ამპლუაში ხედავენ. ანუ ეს რაღაცა უწყვეტი პროცესია, ხო? აი იქ იწყება ეს ღონისძიება, იქ ადამიანი დრო არის, კი, მოცემული კონკრეტული დრო არის. სხვათა შორის ბათუმში არ არის აქტუალური და მინდა რომ მოთხოვნა გაიზარდოს. აი, არაჩვეულებრივია. კი, თბილისში ძალიან აქტუალურია უკვე და რავი, ტრენდად იქცა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბრენდთან აქვს უკვე კავშირი, ლუტეცია, ისიპარი, სტრადივარიუს და ასე შემდეგ, ძალიან ბევრთან აქვს. ბევრი ჩამოთვალეთ, რომ რეკლამაში არ ხო, ბევრი. იგი იცით რა, ანუ სწორად თუ გავიგებ, აი ჩამოვაყალიბებ თავი და მithumet ეს ყოველ წამს გვიერთდება ხალხი, ზოგი არ გვიერთდება, ზოგი გვიერთდება. ანუ თქვენ ახლა რომ მოსულიყავით ამ სამხატვრო
დაუშვათ დიახ. ნივთებით, ის იქნებოდა ტილო თუ ფანქარი თუ რაც იქნებოდა. აი ხა ჩვენ საუბრის დროს თან თქვენ ამ პროცესში დაუშვათ დახატავდით სოფოს, ანუ მე რა დასახატი ვარ. ცოცხალ პროცესთან ხედავ როგორ არა რატომაც არის. კარგი, მაშინ მე სოფო რა დასახატია. მამაკაცებიც ჩვენენ ხოლმე შემდეგი თემა ჩერჩეული გვაქვს, უბრალოდ სავარაუდოდ დღეს ვერ ჩავჯდებით გადაცემის ფორმატში, ძალიან საინტერესო აქტივობა იქნება ეს. აი წარმოგიდგენთ გადაცემა მიყვავს, თქვენ საუბრობთ, პრინციპში რაზეც საუბრობთ და პარალელურად მიხატებით. ძალიან მაგარი იქნება. თქვენ ასევე ხართ დიზაინერი და დეკორატორი. რამდენი ხანია რაც აი მაგალითად ამ საქმიანობას ეწევით, აი დეკორატორობა არის თუ არა რთული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი ემსახურება ამ ყველაფერს და შეიძლება ითქვას, რომ sakmaut კონკურენტულია. კი. მით უმეტეს ბათუმში. მით უმეტეს ბათუმში პატარა. იმიტომ რომ ხო არის ეს მომენტი, რომ აი იმანეს გაკეთა, მეც უნდა გავაკეთო, ან დავასწრო ამას ეგეთი მომენტები. ანუ განსხვავებული რომ შექმნა ამას ჭირდება ძალიან დიდი ფიქრი და თან უნდა გქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ რაღაც განსხვავებული შეთავაზო ადამიანს. შორის განსხვავებულზე აღარ ფიქრობენ ადამიანები, იმიტომ რომ ამისთვის არსებობს Pinterest-ი, ძალიან ცნობილი გვერდი, მოკლედ, სადაც აი ძალიან მასიურად არის ეს ყველაფერი გადმოცემული. უბრალოდ შენ როგორ განახორციელებ ამას, ამაზეა და ამაზე ხარ დამოკიდებული და თუ პირდაპირ გადმოიტანე, ის უკვე შენი აღარ გამოდის, ხო? მაგრამ ისიც თავარი აუცილებელი პირობა არის, რომ რაღაცა ბაზა აიღო და შენ როგორ განავითარებ, შემდეგ უკვე შენზეა დამოკიდებული. 3 წელია სხვათა შორის აქტიურად ვარ დეკორის ამბებში ჩართული. ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ არის ურთულესი. და დამღლე. ძალიან ურთულია. დამღლელიც არის, მაგრამ აი ბოლოს ესე რომ იზა. და აი ზოგადად ხელოვნება ისეთი თემა არის, რომ ხალხის ემოციებზე ხარ დამოკიდებული. აი როცა რაღაცას შეასრულებ და ასრულებ და უკვე всё იტყვი რომ დამთავრდა და აი შეფასების პერიოდზე რომ გადახვალ, აი ეგ ყველაფერი გავიწყდება. და მაშინ გძნობთ თავს ბედნიერი. მაშინ უკვე ხო ბედნიერი ვარ და კიდე მინდა რომ რაღაცას დაუბრუნდე და რაღაცა სხვა ვაკეთო და კი ხატვარი ვარ, მაგრამ ძალიან სხვადასხვა მიმართულებებს მინდა ხოლმე რომ ამის შესაძლებლობა თქვენი. კი, დღესდღეობით არის ეს დამოკიდებულება. ხო, ზოგადად ვიდაალდებულა ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს და სპეციალისტია რაღაცაში, მაინც და მაინც იყოს რაღაცა ცალმხრივად მიმართული. ხო, მე ზოგადად ესეთი ვარ. ძალიან მრავალმხრივ შემიძლია განვითარდე, აი, იმიტომ რომ ვაწუხებს ეს ყველაფერი, რომ აი ისიც მინდა და ყველაფერი შეიძლება არ გამომდიოდეს, მაგრამ ცადო მაინც რომ გავაკეთე. რა თქმა უნდა, ხა მაგას ვამბობ, რომ ადამიანები არ უნდა ვიკეტებოდეთ რაღაცაში, მით უმეტეს თუ გამოგდის ეს საქმე და თუ არ გამოგდის, ყოველ შემთხვევაში როგორც ახსენეთ, დააღნიშნეთ, ვცდით. კიდევ ერთ დავამატებ, თუ გეძლევა რაღაცა ახლის შანსი, იმაზე უარი არ უნდა თქვა. ეს რაღაცა მთავარი კრედოა თქვენი. მე ჩემი კრედოა, უარს არ ვიცი უარი, შეიძლება ცუდიც არის, მაგრამ უარის თქმა არ ვიცი და რაღაცა გამოწვევებსაც ვეჭიდები ხოლმე, მაგრამ გამოცდილებას იძენ, რაღაცა ახალს ქმნი და მე უფრო განვითარებისკენ მიდიხარ და ბათუმში გადმოსვლას თავის დროზე ასეთი გამოწვევა ხო არ იყო თუ ეს ჩვეულებრივი შორის ძალიან სწრაფად გადაწყდა ეს ამბავი და ღმერთს მადლობა რაღაცა კარგად პირიქით შეიცვალა უკეთესობისკენ. ანუ გიყვართ ხოლმე სპონტანური გადაწყვეტილება. ვეღარ ბრუნდები დედაქალაქში სავარაუდოდ. და იქაც ვარ და გამოქცევაზე ხარ ხო? არაჩვეულებრივი ესკიზი მოიტანე, ვაკვირდებოდი და რაღაც ძალიან ლამაზი მოსაცმელი არის სავარაუდოდ ზამთრის კოლექცია იქნება ხო? ხო, შემოდგომა ზამთრის კოლექცია, სპონტანური ჩანახატია, სკეჩი ქვია ამასაც, რომელიც ჩემი სტუდენტობის პერიოდში არის შექმნილი სხვათა შორის და ძალიან მიყვარს და ესე ვინახო და მინდოდა რომ კი ბატონო და თქვენ ასევე დიზაინერი ხართ, მაინტერესებს აი მოდის სამყაროში რამდენად აქტიური ხართ, რამდენად ჩართული ხართ და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები? პროფესიით ვარ ტანსაცმლის დიზაინერი. განათლებითაც ანუ 4 წელი ბაკალავრი და ვისწავლე თბილისის სამხატვრო აკადემიაში და აი ზუსტად ამან განაპირობა ჩემი ესე მრავალმხრივ განვითარება და რაღაცის სურვილები და თამამი წინსვლები მოკლედ ესე ვთქვათ. მაგრამ ტანსაცმლის წარმოების გარდა ვაკეთებ ყველაფერს. კი ბატონო. შეიძლება სულ ელური შეკითხვა დავსვა? მადლობა სოფო. იმიტომ რომ ახლა დასაცმელთა კავშირში არა როგორ გეკადრებოთ ახლა მომზადებული დიზაინერებს რატო არ აცვიათ ხოლმე საკუთარი დასაცმელი?
სხვათა შორის მაცვია. აი, ხო, სულელურში. ანუ უმეტესად რო აკვირდები და ახლა რაღაცა ჭრელა-ჭულა ისე რაღაცა დრო არა. თვითონ რაღაცა შავი დინის გამოსვლებზე ბოლოში მადლობას რო ამბობენ, აცვია ისე როგორც მემაცვია სახლში. კი. არ ვიცი, ალბათ სხვისთვის უფრო ემედება და ამის დროც არ არის, ზოგადად მართლა დაკურებული ვარ, ამის დრო არ გაქვს, რომ საკუთარ თავზე იზრუნო და აი სხვაზე უფრო ზრუნავ ამ დროს და სხვისთვის უფრო გინდა რომ ბევრი აკეთო. ეს რასთან შეიძლება ახლა გავაიგივოთ იცი აი ზარეულს რო უთხრა რომ აი ხო დღეს რა მიირთვი და რო გითხრას მაგალითად აი არაფერი ან შენ თვითონ თუ გიყვარს ესა თუ ის კერძი რომელსაც შენ ვიამზადე და გითხრას არა აი ხო როგორი ის და ხო როგორი აი მაგალითად მე მაქვს ხოლმე ძალიან ხშირად ეგეთი სულელური კითხვა ჩემს ფრჩხილის სპეციალისტთან ვეუბნები რა ნუ შენ ყველას გვილამაზებ ფრჩხილს აბა ესე აბა ის და შენ თვითონ ვერასდროს ვერ ასწრებ რატო ხო ნუ საკუთარი თავისთვის რო არჩებათ და ჩემსთან სახლშიც რომ მოდიან ხოლმე გონიათ რომ ბევრი ნახატი დახდებათ ამ დროს მაქვს ერთი რაღაცა დიდი ის ბებია და ბავშვები რო არიან ეს ნახატი აი ეს ჩემი საყვარელი და რავი ისტორიული ნახატი ჩემი შვილები ჩემს დიდ ბებიასთან ერთად და სამი თაობა, ოთხი თაობა სხვათა შორის ხო და ანუ ეს ამბობს ყველაფერს რა რომ აი ვის სახლში შემოხვედი და არ მაქვს ეს რაღაცა ამბიცია რომ ბევრი ნახატი ეკიდოს ჩემს სახლში და ამან ისაუბროს ჩემს ანუ მუსიკოსის სახლში საკუთარი მუსიკა არ ჟღერს, ხატვის სახლში საკუთარი ნახატი იშვიათად ყიდია, ზარეული ფშიერია ხოლმე, შეფი მithumetes და გამიზარდებს. ეს იწევს იმას, ხო, ეს გამომდინარე იქიდან რომ ხაზე უფრო მეტად. მაშინ ჩვენ გამოდეშ რომ სახლში არ ვლაპარაკობთ საერთოდ. ეთერში ვლაპარაკობთ. შეიძლება. და სახლი ლაპარაკობს ჩვენზე? საერთოდ არ ვლაპარაკობ სახლში, რომ ხარი კარს რომ მიღებს. ტელევიზორსაც არ ვთავთ. გვანცა შენ საუბრობდი რომ შეიძლება ვარ ერთი პროფესიის, მაგრამ წავედი ბევრი მიმართულებით, თუმცა ისევ დარჩი ამ სფეროში, ხო? როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა არ შეწყვიტოს საკუთარი თავის ძიება და გააგრძელოს წინსვლა და აღმოაჩინოს მისთვის და ირგვლივ მყოფებისთვის სასარგებლო ახალი რაღაცა იდეები, საქმეები. იცი რა, მიზანი. კი, მიზანი. მე არ ვიცი, მე ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, რომ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, რომ აი მე ვიქნები ტანსაცმლის დიზაინერი, სხვათა შორის მეგობრობის დღიური ქონდა ხოლმე სკოლაში და იქ სადაც რაღაც პროფესია რა გინდა გამოხვიდე, სულ ყველას უწერდი რომ დიზაინერი და ნუ ეს მიზანი რა ხან მქონდა, ავიხდინე, აი ეს რო არ ამეხდინა, ალბათ არ ვიცი, უნდა ამეხდინა. იმდენად დასახული მქონდა ბავშვობიდან ეს მიზანი. და აი ზუსტად მიზანი ამართლებს ამ ყველაფერს და პლუს ამას ხელშეწყობა, გარემო პირობები, შანსები რაც გეძლევა და კონტაქტები არის აუცილებელი. ნებისყოფაც. კი, ნებისყოფაც და ნუ ეხლა შრომა არ უნდა გეზარებოდეს ადამიანს. თუმცა კონტაქტებსაც იმ გამოცდილებიდან გამომდინარე იძე. თუ ჩაჯექის სახლში და არაფერი. მე რომ ხატრა წარმოადგინო და ბევრი კონტაქტი შევაგრო, მაინც ვერაფერს ვიგოგეთ და ხატვა არ ვიცი. ხო. შესაბამისად და ამ ხატვასაც ძალიან ბევრი შრომა უნდა, ანუ უნდა ხატო და აი რაღაცა ახალი ეძებო, აი ზუსტად თამაში, ანუ ერთ რუტინულში არ უნდა გადაიყვანო ეს ყველაფერი, აი ერთი ხაზით არ უნდა წახვიდე. მე ესეთი ვარ, რა ვიცი და ყველას უსურვებ, რომ ცხოვრება ისედაც სირთულეებით არის სავსე და მინდა რომ რაღაცა ყველამ გაიხალისოს თავისი. კი ბატონო. ესეც ალბათ სტერეოტიპთან დაკავშირებით, რომ დავუშვათ როგორ თქვა ინტროექტების პროფესიები რაცა დიდი ალბათობით თორე ხა 100% არაფერი არ არსად, ხო? ანუ წერალი, რომელიც განმარტოებით რაღაც აკეთებს, კომპოზიტორი, რომელიც განმარტოებით აკეთებს, ხატვარი, რომელიც განმარტოებით აკეთებს, არ ვამბობ ხა პერფორმანსებს, რამდენად სტატისტიკურად რო აღვნიშნოთ, აი რამდენად აქვს ეს კომუნიკაციის უნარი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც უფრო მიმართულია წერაზე, ხატვაზე და რაღაცის კეთებაზე მარტო არ არის კომუნიკაბელური მასეთი ადამიანი, ხშირად ქონია შეხება. თქვენ გამონაკლისი ხართ ასე. მე არ ვამბობ, რომ მარტო მხატვარი ვარ თქვა, ამას ვიძახ. ხოლო ხატვა, ანუ კი შემხედრია ძალიან ბევრნაირი არტისტი, ადამიანი, აი არ ვიცი, ძალიან ბევრნაირი მუსიკოსიც და ასე შემდეგ. და ყველანი ისე განსხვავდებიან, ეხლა როგორც ხატვართან განსხვავდება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ერთმანეთისგან
შეგვიძლია ერთად დავაყენოთ და სულ სხვადასხვა ტიპის ადამიანები იყვნენ, ისე განსხვავდებიან არტისტებიც. და ნუ აი ასეთი ჩაკეტილი და მისთვის ვაკეთებს. ხო, ასეთი ადამიანი ალბათ სიცოცხლის მერე უფრო ჩნდება, ცხოვრების მერე უფრო ჩნდება, მის სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება არ ჩნდეს, ვიდრე ხო, მე მივიდიოდი რომ კომუნიკაცია როგორც უნარი მოითხოვს ხშირ პრაქტიკას და ახლა როდესაც შენ მარტო ხარ, იგივე კონტაქტებზე გასვლა თუნდაც და რაღაცის მოგვარება, ამიტომ ყავთ აგენტი მაგალითად, ხო, იგივე მწერალს, ხატვარს, მუსიკოს, კომპოზიტორს ამ შემთხვევაში თუ შემსრულებელი, ეხლა მიჩვეულია. შენ კულტურულად ახსენი ეს ყველაფერი, ხა მე მაგალითად ორი სიტყვით ვიცი ხოლმე, რომ აი მხატვრები არიან. არა, მხატვრებზე ოღონდ ხოლმე, არა მუსიკოსებზე, არა მსახიობებზე, არა სხვა ხელოვნების სხვა მიმართულებებზე. აი მხატვრებზე ვიცი ხოლმე, რომ აი მხატვრები არიან ცოტა უცნაურები. მხატვარია და ამიტომ. პირველი შენ უფრო კარგად ახსენი. პირველი კომენტარი ეგ აქვს ხოლმე ადამიანებს, რომ აი ცოტა ვერ ხართ თქვენ და რაღაცა თავისი სამყარო აქვს. კი ბატონო. და მე მგონი ეს თავისებურად ვერ ვარ. ახლა აი ესე რაღაცებს ისე წავედით, რომ მაინც და მაინც კიბის ქვეშ უნდა ცხოვრობდე და მიუხედავად იმისა, რომ როგორი დიდიც არ უნდა იყო, შეიძლება იმდენად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, ვიღაცა მართლა კიბის ქვეშ ცხოვრობდეს და არჩევანი იყოს, რაღაც შემთხვევაში ხა არჩევანი უცარ აქვს სხვა ამბავი. და ვიღაცას სასახლეები უყვარდეს. კი, ჩემი აზრით ეს უფრო ადრე იყო. ეხლა ძალიან ბევრი სოციალური ქსელია, რომელიც ეხმარება რეალიზებაში საკუთარი ნამუშევრების რეალიზებაში. მხატვრების ბევრია, მაგრამ ანუ საჭიროა ეს სოციალური რაღაცა გამოფენებიც რა. განსაკუთრებით. ხო, ადრე არ იყო ამდენი და დღესდღეობით უკვე არის Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, აი ძალიან ბევრი და ძალიან ხშირად ხდება უკვე ეს პროცესის ძალიან სიამოვნებდა ეს პროცესი, ხატვის პროცესი რო იღებდა ხოლმე რაღაცა უცხოელი ადამიანი და მეც დავიწყე ეს პროცესის ასახვა და ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ მარტო ჩემთვის არ ვინახავ აი ამ პროცესს და აი მარტო მე არ ვხედავ ამას და მინდა რომ ყველამ დაინახოს თუ რამ ხელაში რომ შეიძლება ჩავდო რაღაცა ერთ ნამუშევარში. შეიძლება ვიღაცამ შეხედოს და უф ამას რა უნდა მეც დავხატაო, მაგრამ ანუ არ არის მასე. ნუ მოდით ისიც აღნიშნოთ, რომ ამას საგანმანათლებლო მნიშვნელობაც აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ხა თქვენ უბრალოდ აჩვენებთ პროცესს თუ როგორ ფრით და დაუშვათ სირთულეს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, ჩემთვის ახლა ადამიანებისთვის ასეთი ვიდეო, როდესაც შეხვდებათ, ისინი აკვირდებიან თუ როგორ კეთდება ცდილობენ დაიმეორონ ბავშვებს და ეს ერთგვარი გაკვეთილია, უფასო გაკვეთილი, რომელიც ნუ კიდევ კარგია უფასო იმ სხვა დაუშვათ რაღაც გაკვეთილების გარდა აქვს შანსი, რომ უკვე ადამიანს რომელმაც თითრეალიზაცია მოახდინა, იმას შეხედოს თუ როგორ აკეთებს რაღაც. კი, მეც ბევრი რაღაც მისწავლია ზუსტად მასეთი ვიდეოებიდან და რავი, ცუდი არ არის. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, უფრო მეტ შესაძლებლობას და შანსებს გაძლევთ, რომ უფრო ფართო მასშტაბზე გახვიდეთ და გვანც ასევე დეკორატორი ხარ და სახალხო დეკორაციაზე მინდა გკითხო, შენი აზრი მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ არასახალხო დღეებშიც ბათუმი ისე გამოიყურება, თითქოს სულ სახალხო განწყობა არის და ეს არაკლია ჩვენს ქალაქს, ნუ განსაკუთრებით ამ პერიოდში ხო 1-2-რად კაშკაშდება ხოლმე ჩვენი ქალაქი, მაგრამ როგორ ფიქრობ, აი შენი გადმოსახედიდან არის სივრცე ბათუმში ისეთი, რომელზეც აი დაფიქრებულ ხარ, ან გული გწყდება, რომ აი ასეთი სივრცე იკარგება, ესეც უნდა იყოს გაფორმებული. იმიტომ რომ მე მაქვს ასეთი სივრცე და ეხლა მაინტერესებს რა ფიქრობ შენ. რა, კი გუში მქონდა სხვათა შორის ეს ასოციაცია რაღაცა მომება და რა, აი ხო მიდიხარ რაღაცა ძველი უბანია, სხვათა შორის ამ უბანზე მაქვს საუბარი, მიდიხარ და ერთი ადგილია მორთული მხოლოდ. აი ხო შეიძლება მთელი ქუჩა იყოს. როგორც ევროპაში, ეხლა ცუდად მომყავს ეს ევროპა, მაგრამ არა, მესმის კი. არის რაღაცა აი ერთიანი ადგილები, აი შთამბეჭდავიროა და მოაქვს უკვე საახალწლო განწყობა. აქ რაღაცა ერთი ადგილია განათებული, მეორე აღარ, მიდიხარ მეორე ქუჩაზეა და აი შეიძლება უკვე ეს რაღაცა ერთ ხასიათში მოიყვანო. თუნდაც ეს ძველი ბათუმი, თუნდაც ანუ მაინც ქუჩება ის განწყობა, უწყვეტი განწყობა არ არის. არა, არის, კი. მერიკმაყოფილი რეპლიკას გამოეხმაურები, მე თვითონ ჩემო ყოველთვის მაგალითად მოყავს ის წარმატებული მაგალითები და ამიტომაც ხო, რატომაც არა. სხვა ალბათ ხა პლანეტაზე წარმატებული ადგილები და მე მაგალითად მინდა რომ გულწრფელად ვთქვა, ძალიან გული მტკივა ხოლმე თითქმის ყოველ წელს 6 მაისის პარკზე, რომელიც არის ულამაზესი და შეიძლება რომ სასწაულად, ზღაპრულად მოირთოს
იყოს ეს სივრცე და პერიოდულად მან დღამე ბნელა და ბირჟები იკრიბება დღემდე. ბირჟები რაღაცა დეკორაციები იყო გადატანილი, რაც ალბათ მორჩენილი იყო სხვა ადგილიდან, ეგეც ნახე და რაღაცა გულდამწყლა მეცხვათაშ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წინასწარ გილოცავთ დამდეგ მშობა ახალწელს, ასევე ჩვენს მაყურებელსაც ულოცავთ. შეგვიძლია უკვე რომ დავამშვიდობოთ მაყურებელს, იმედი მაქვს რომ სასიამოვნოდ გაატარეთ ჩვენთან ერთად ეს 1 საათი. დროებით ხვალამდე დაგემშვიდობებით. თუ არა და ხვალ დაგიბრუნდით, ხვალ იქნებ უკეთესი იყოს. აი, კი ბატონო, საინტერესო სიტყვა იყო ეს. აბა ბედნიერად.